ირანმა დღისით უპასუხა აშშ-ს უცნობი რაკეტებით და ახლო აღმოსავლეთი კვლავ განგაშია. სირენები, ჩაჭრები და კვამლი სპარსეთის ყურის სხვადასხვა წერტილში. 2026 წლის 9 ივლისს ხუთშაბათს. ირანის რეაქცია მოჰყვა აშშ-ს ახალ შეტევებს ირანში მდებარე სამხედრო ობიექტებზე, რაც აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ გამოაცხადა. როგორც პასუხი კომერციულ გემებზე თავდასხმებზე ჰორმუზის სრუტეში. თეირანმა დაარტყა ამერიკელებთან დაკავშირებულ ობიექტებს ბაჰრეინში, ქუვეითში, კატარში და რეგიონის სხვა მნიშვნელოვან წერტილებში, მაშინ როცა იორდანიამ შეატყობინა ჩაჭრების შესახებ. და ერბილი ჩრდილოეთ ერაყში გამოჩნდა ცნობებში სირენების შესახებ დიპლომატიურ და სამხედრო ზონებთან ახლოს. ამავე დროს აფეთქებები დაფიქსირდა ბუშერში, ხოლო შირასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია კვამზე. და ჩრდილოეთ ირანში განადგურებული სარკინიგზო ხიდის კადრებმა კიდევ უფრო გააძლიერა განცდა, რომ ომი კვლავ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას შეეხო. რას ცდილობდა ირანი ამ საპასუხო ქმედებით დაემტკიცებინა? როგორ უპასუხებენ შეერთებული შტატები, თუ თეირანი ფსონს კიდევ უფრო გაზრდის? ახლა რა ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და კონკრეტული კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. მიმდევრობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტეში 3 კომერციულ გემზე თავდასხმა მოხდა. ვაშინგტონის არგუმენტი იყო ჰორმუზში ნავიგაციის თავისუფლების შენარჩუნება, სადაც კომერციული გემები, სამოქალაქო ეკიპაჟები და გლობალური ენერგიის ნაკადი ზეწოლის ობიექტად იქცა. ტრამპმა განაცხადა, რომ ოპერაცია პრაქტიკულად დასრულებულია და აღნიშნა, რომ ირანის ახალი აგრესიები კიდევ უფრო მკაცრ პასუხს მიიღებს. ამერიკის მთავრობამ თავდასხმები პირდაპირი შურისძიების აქტად მიიჩნია და არა სიმბოლურ ჟესტად. სწორედ აქ მწვავდება კრიზისი. ირანმა უპასუხა დრონებისა და რაკეტების გაშვებით ამერიკასთან დაკავშირებულ ობიექტებზე სპარსეთის ყურეში. ირანის სამხედრო ძალებმა თავად განაცხადეს, რომ სამიზნედ აიღეს პატრიოტის სისტემები ქუვეითში, გამაფრთხილებელი ობიექტი კატარში და საწვავის საცავი, რომელსაც ამერიკის არმია იყენებს ბაჰრეინში. ქუვეითმა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა საკუთარ საჰაერო სივრცეში დაუპირისპირდნენ ფთოსანი რაკეტების კომბინაცია, 3 ბალისტიკური რაკეტა და 10 დრონი, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაშავდა ნამსხვრევებით. ბაჰრეინმაც განაცხადა ჩაჭრის ფაქტებზე, ხოლო კატარმა დიპლომატიაში დაბრუნებისკენ მოუწოდა და დაგმო თავდასხმები კომერციულ გემებზე ჰორმუზში. იორდანია ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც სირენები ჩაირთო და ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ირანიდან ნასროლი რაკეტები იქნა ჩაჭრილი. ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან იორდანიაში ამერიკული სამხედრო ყოფნაა და რეგიონში დაძაბულობის ზრდისას ქვეყანა ხშირად ხდება საფრთხის კორიდორი. სხვაობა ახლა იმაშია, რომ ირანის საპასუხო დარტყმა დღისით განხორციელდა და მას ჰქონდა მკაფიო პოლიტიკური მიზანი. ეჩვენებინა, რომ თეირანი კვლავაც შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით განგაში გამოიწვიოს, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც მიიღო დარტყმები საკუთარ ტერიტორიაზე. ერბილიც ფიგურირებდა ცნობებში. ერაყის ჩრდილოეთში გავრცელდა ინფორმაცია ქუვეითში ჩართული სირენების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულო და განგაში ჰარვის ბაზაზე, რომელიც უკვე ცნობილია როგორც რეგიონული ოპერაციების დროს ამერიკული სამხედრო ძალების განთავსების ადგილი. ის ფაქტი, რომ ერბილი კვლავ ხდება სიახლეებში, აჩვენებს, როგორც ცდილობენ ირანი და თეირანთან დაკავშირებული ჯგუფები ზეწოლის შენარჩუნებას. ასევე ერაყში, სადაც ამერიკული ყოფნა ყოველთვის ირანის რეჟიმის მხრიდან გავლენისა და დაშინების სამიზნედ ითვლებოდა. ირანის შიგნით. ამერიკული პასუხი კიდევ ერთ ფრონტს გახსნა. ბუშერში აფეთქებების ხმა ისმოდა. ბუშერი, პროვინცია, სადაც მდებარეობს პორტი, სამხედრო ყოფნა და ირანის მთავარი სამოქალაქო ბირთვული ელექტროსადგური. ირანის ხელისუფლებამ შეერთებული შტატები დაადანაშაულა ბირთვულ ობიექტთან ახლოს მდებარე რეგიონზე თავდასხმაში, მაშინ როცა საერთაშორისო სააგენტოებმა შეშფოთება დააფიქსირეს ნებისმიერი შეტევის მიმართ გრძნობიარე ზონებთან ახლოს.
რეაქტორზე პირდაპირი ზიანის სარწმუნო ნიშნები მის შემოწმებამდე არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, ბუშერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ნებისმიერ აფეთქებას იმ ტერიტორიაზე მყისიერი შიში იწვევს სპარსეთის ყურეში. წვევს სპარსეთის ყურეში. ირანის ჩრდილოეთში. აქტეკეკანის სარკინიგზო ხიდი, რომელიც აკალასთან ახლოს გოლესტანის პროვინციაში მდებარეობს, გამოჩნდა როგორც დაზიანებული ობიექტი ფოტოებსა და ცნობებში. ეს ხიდი წარმოადგენს მარშრუტის ნაწილს, რომელიც თურქმენეთის საზღვართან და სახმელეთო ვაჭრობას უკავშირდება, რასაც ირანი იყენებს რუსეთთან და ჩინეთთან კორიდორებში დასაკავშირებლად. ამ ტიპის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა გზავნას აგზავნის სამხედრო სფეროს ფარგლებს გარეთაც. როდესაც რეჟიმი ცდილობს ჰორმუზზე ზღვით ზეწოლას, მისი ალტერნატიული სახმელეთო მარშრუტებიც მოწყვლადი ხდება. შირაზი მოხდა სიახლეებში შეტევის და კომპლექსთან დაკავშირებულ რეგიონში ხილული კვამლის შესახებ ცნობების გამო, რომელიც ელექტრონულ ინდუსტრიას უკავშირდება. ქალაქი არის ფარსის პროვინციის დედაქალაქი. მასში დაახლოებით 1,800,000 ადამიანი ცხოვრობს და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ირანის ეკონომიკაში, კულტურასა და სამრეწველო სექტორებში. აღნიშნული კომპლექსი დაკავშირებულია თავდაცვისა და ტექნოლოგიის სფეროსთან, რაც ამ ადგილის სტრატეგიულ მნიშვნელობას ხსნის. სამიზნეების შემთხვევით არ ჩნდებიან. ისინი მიხვებიან ლოგიკას, რომ შეამცირონ რეჟიმის სამხედრო, ლოგისტიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები. Associated Press-მა დააფიქსირა, რომ საზღვაო ოპერატორებმა დაიწყეს გადასასვლელის უსაფრთხოების გადახედვა, მაშინ როცა ზოგიერთი გემი თიშავს ტრანსპონდერებს ან არიდებს თავიდან ზედმეტ გამოჩენას. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი მოძრაობისა გრძელდება, შიში უკვე დანახარც იწვევს. ირანის რეჟიმი ცდილობს საპასუხო ქმედება წარმოაჩინოს როგორც სუვერენიტეტის დაცვა, მაგრამ ეს ნაბიჯი უთანასწორობას ავლენს. დამოკიდებულება მხოლოდ ერთ ბერკეტზე, შიშის კონტროლი ჰორმუზში. თეირანი იცის, რომ მას არ სჭირდება ტრადიციულ ომში შეერთებულ შტატებზე გამარჯვება, რათა ზიანი მიაგენოს. მას მხოლოდ ის სჭირდება, რომ დაარწმუნოს ბაზარი, რომ გემები, ბაზები და სავაჭრო მარშრუტები ნებისმიერ დროს შეიძლება დაზიანდეს. ვაშინგტონიც ამას კარგად იცის. ამიტომაც ამერიკული თავდასხმები სწორედ სანაპირო მეთვალყურეობას, საზღვაო შესაძლებლობებს, საწყობებსა და იმ სტრუქტურებს მიემართა, რომლებიც ირანის ზეწოლას უზრუნველყოფს სრუტეზე. პოლიტიკური რეაქციაც მძიმე იყო. მოჰამედ ბაქ კალიბაქმა განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები თავს დაესხმიან, მათაც შეუტევენ საპასუხოდ და თქვა, რომ ჰორმუზის სრუტე მხოლოდ ირანული პირობებით გაიხსნება, არა ამერიკული მუქარებით. ეს ფრაზა აჩვენებს თეირანის ამბიციას. საერთაშორისო მარშრუტს ისე ეფრობა, თითქოს ეს რეჟიმის საკუთრება იყოს. სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის ეს მიუღებელია. ქუეითი, ყატარი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი და რეგიონის სხვა მთავრობები კარგად იციან, რომ ირანისთვის ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლის მინიჭება ნიშნავს მსოფლიო ენერგიაზე მუდმივი პოლიტიკური გადასახადის დაკისრებას. კრიზისი ასევე გავრცელდა ისრაელსა და ლიბანს შორის ფრონტზე. იმ დროს, როდესაც დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ სჯეროდა ისრაელი დატოვებდა ლიბანის სამხრეთს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, უპასუხა. მან განაცხადა, რომ ისრაელს ლიბანში შესვლისთვის ნებართვა არ უთხოვია და დარჩენისთვისაც ნებართვა არ სჭირდება. ნეთანიაჰუ და კაცი ამტკიცებენ, რომ ისრაელის ძალები დარჩებიან იქამდე, სანამ ჰეზბოლა განიარაღდება. ეს ფრონტი მნიშვნელოვანია, რადგან ჰეზბოლა ირანთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფია. და ნებისმიერი დაძაბულობა ჰორმუზში, როგორც წესი, აძლიერებს დაძაბულობას ლიბანის სამხრეთშიც, სადაც უკვე ათასობით შენობაა განადგურებული და ოჯახები რჩებიან ნანგრევებში, შიშსა და გაურკვევლობაში. ალი ხამენეის დაკრძალვამ კრიზისის სიმბოლური წნეხი კიდევ უფრო შემატა. ესეთ მომენტებში თეირანი როგორც წესი აორცელებს ეჭვებს საზოგადოებაში დაბნეულობის შესაქმნელად, პარალელური მტრების შესაქმნელად და მთავარი საკითხიდან ყურადღების გადასატანად. პირველი ლიდერი, მთავარი ადამიანი, თქვენ მოკალით. ვინ უკლა? თქვენ. საუდის არაბეთს ადანაშაულებთ მაშიკის მკვლელობაში. თქვენი ბრალია. ირანის სადაროს საქმეთა სამინისტროც კი ამას არ ამბობს. საუდის არაბეთმა მოკლა ამერიკელი კომანდირი. ომი ისევ გამწვავდა, რადგან რეჟიმას სცადა ჰორმუზი პოლიტიკური იარაღად გამოეკენებინა. ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც კრიზისის შეკავებას ცდილობდა, ფორმალურად არ მომკვდარა, მაგრამ ძლივს სუნთქავს. ირანმა ფსონი დადო ჯერ კიდევ გაუმჟრავნებელ ტიპის რაკეტებზე, დრონებზე, სირენებსა და სხვადასხვა სამიზნეებზე, რათა უფრო ძლიერი გამოჩენილიყო, ვიდრე სინამდვილეშია. რეგიონი ამას ილუზიების გარეშე აკვირდება. როდესაც თეირანი მსოფლიო ნავთობს იარაღად იყენებს, ეს მხოლოდ ვაშინგტონს არ აშინებს. ეს გლობალურ განგაშს იწვევს. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ.
ხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ ფიქსის გასაღებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ დამოუკიდებელი არხი ვართ, რომელიც მიზნად ისახავს, რომ თქვენს სიმართლეზე დაფუძნებული ინფორმაცია მიიღოთ. თქვენი წვლილი გვეხმარება, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ.